დილა მშვიდობის ლამაზი დღე გათენდა, რისთვისაც მადლობა უნდა უთხრათ ღმერთს სამყაროს, რომ გვაჩუქა ამ შვენიერ ქვეყანაში კიდევ ერთი დღე. დილას 8 საათზე დავაყენე მაღვიძარა და რო დარეკავდა ვთიშავდი, თან ვაგინებდი. იმიტომ რომ მეღვიძა და ვთიშავდი მაღვიძარას რა, ხო და ადგომა მინდოდა, მაგრამ ჩამეძინა. როგორც ყოველთვის აი ესე ადრე რო დავაყენებ მაღვიძარას, ვთიშავ, მღვიცავს, უბრალოდ წამოდგომა მეზარება და მერე მეძინება. ხო და დილას წამოვხდი, მეთქი ვაიდე და ამდენი რამე როგორ უნდა მოვასწრო თქო და რა ვიცი კი მოვასწარე, ყველაფერი ჩანთა ჩალაგებული მქონდა, გუშინ ღამე ჩავალაგე, რაც არ მახსოვდა და გამახსენდა ეგენიც ჩავდე ჩანთაში, გააბერილია, გასიებულია ჩანთა და ესა რა მივდივარ დღეს სოფელში. ძალიან მიხარია. მე ხოლმე დღე ხვალიე კაცი ვარ და ყველაფერი ბოლო დღისთვის მოვიტოვე. ეხლა რაზე ვფიქრობ კიდევ იცით? ძალიან ისეთ პერიოდში დაემთხვა ჩემი წასვლა. 26, 27, 28, 29 სოფელში რო ვიქნები, 30-ში ჩამოვალ თუ არა, 2-3 საათში სამსახურში რო გავალ, 31-ში, ანუ საღამოს 4 საათამდე რა უნდა მოვასწრო. ანუ საახალწლოდ ხომ მინდოდა რაღაცების გაკეთება. ხო და ძალიან გადარბენა გადმორბენები მომიწევს. ოლივიეს და ქათმის სალატს მაინც გავაკეთებ, იმიტომ რომ განსაკუთრებით მიყვარს ეგორი. ხილს ვიყიდი თითო-თითოს, სხვათა შორის აქ სულ გამოფენილი აქვს ხოლმე ხილბოსტნეული, ანუ ბაზრებია, ესე ვთქვათ, გზის პირას, მაგრამ აი ესე ყოველთვის ჩაულიხვალ მე გვერდს გადავათვალიერებ და სულ იმას ვფიქრობ, რომ ბარათზე მაქვს ფული და ქეშად არ დამაქვს. ანუ რამდენი ხანია რაღაცის ყიდვა მინდა, მანდარინი განსაკუთრებით მიყვარს და მანდარინს ვიყიდი და ყოველ დღე ესე ჩაული, დავტკბები ყურებით და ანუ ქეში არ დამაქვს, ბარათი დამაქვს სულ. ახალი ჩამოსული რო ვიყავი, გავიზეცგავდი ამ ჯიბეებს, ცალკე ტელეფონი, ცალკე საკენი, ცალკე ბარათი, ცალკე ფული და ყველაფერი დამქონდა, მაგრამ ეხა ბარათზე მაქვს თანხა და დამაქვს ბარათი. ტელეფონშიც მაქვს ბარათი, რომც არ წავიღო, ტელეფონითაც გავატარებ, მაგრამ ყველგან ხო არ ჭრის ეს ბარათი. ხო, ეხა დღეს მაგალითად ფული მაქვს გამოსატანი, დაბლა რო ჩავალ საქართველოს ბანკიდან გამოვიტან. გამოვიტან რა მეტი რა თმინდა. ასლარს გამოვიტან და სარა ყოველსაც ბარათით ხო არ გადავურიცხავ ფულს და ქეშად მექნება თანხა. ხო და ხილს დიდად არც ვჭამ რა, ეხლა იქ ხო ნაირ-ნაირი ხილია გამოფენილი, ვაშლი, მსხალი, პორტოხალი, ბროწეული, აი რომ მე ვიღაცა რომ მენატრებოდეს და ძალიან რომ მინდოდეს, ეგრე არ არის. მანდარინი ძალიან მიყვარს. ნუ ხილი ყველა კაია, მაგრამ როგორც ესეთი ხშირად არ მივირთმევ. ეხლა
მეტროთი უნდა ვიბოდიალო. ფიქრობ ტაქსით ხო არ წავიდეთ, ხომ არა იყოს მეტროთი წავა. უბრალოდ ამ ხელად ჩანთით მეტროთი სიარული მეზარება და თან კიდევ წინაზე დიდუბეში რომ მივდიოდი ათები გამომიგზავნა მეტროთი ხო წავედი და ძალიან უკან მოვხვდი ვაგონში, ჩემ წინ ძალიან ბევრი ხალხი იყო, ვაფშე უკან მოვხვდი და დიდუბეში ძლივს ჩავედი, ანუ იმდენი ხალხი იყო, გამატარეთ, დავძრებოდი და ძლივს ჩავედი დიდუბეში. ხო და რა ვიცი. ხარია სოფელში წასვლა. ანუ ქალაქელებს ხო სოფელი უყვართ, სოფლელებს ხო ქალაქი უყვართ, მაგრამ 2 თვის ჩამოსული ვარ ქალაქში და უკვე სოფელი ძალიან მენატრება რა. ხო და 3 დღით ჩავალ დავტკბები. ნუ ეს ცუდი ამბავი რო არ მომხდარიყო, რაზეც ვისაუბრე, ბევრად უფრო კარგი იქნებოდა. მაგრამ რას ვიზავთ? ხარია რომ ჩემს ფისოს ვნახავ, ნუ ეხლა ჩემ ოჯახის წევრებს რომ ვნახავ და რომ მიხარია, ეგ რა თქმა უნდა. მაგრამ ჩემს ცხოველებიც არანაკლებ მენატრება, განსაკუთრებით ჩემი კატა. ისე მიყვარს. 3 დღე ჩავიწვენ ლოგინში, ჩავიღუნღულებ, ჩავეხუტები და მოვიფერები. ძალიან მენატრება ჩემი ფისო. ვისაც არ გამოვიცდიათ ცხოველის მიმართ სიყვარული, ვერასდროს ვერ გაიგებთ. მაგრამ კატა იმ დონეზე მიყვარს, რომ სულ ლოგინში მიწევს და სულ ვეფერები და სულ კოცნი. ხო, აქაც წამოვიყვანდი სიამოვნებით, მაგრამ მთელი დღე სახლში არა ვარ და სადღა ვაჩერებ. ხო, შანსი არა, იმიტომ რომ მთელი დღე სახლში არ ვარ. ეხლა სახლში რო ვიყო მთელი დღე და ძალიან იშვიათად რომ მიწევდეს გასვლა, კი ბატონო წამოვიყვანდი, მაგრამ აქ ეხლა ოთახში ვერ ჩაკეტავ კატას. დაბლა რო დატოვო, მეშინია რომ რა ვიცი, სადმე არ გაიპაროს და არ დაიკარგოს, თან ბევრი კატები არიან აქ დაბლა და არ იჩხუბონ. ნუ მოკლედ ეს უბრალოდ ვთქვით, ორე კატის ჩამოყვანას ნამდვილად არ ვგეგმავ, მაგრამ სიამოვნებით მეყოლებო და აქაც ფისო. ნახავ, რომელიც არანაკლებ მიყვარს, ჩემმა ძმამ მოიყვანა და ბავშვობის ასაკიდან მე და ჩემი ძმავს ვსრდით. ისეთი ის იყო ბუთქუნა, ეს ყურები ჩამოყრილი ქონდა თავიდან, ხანდახან ერთ ყურს აწევდა ხოლმე. ესეთი ბუთქუნა იყო, გაბერილი და აი ესე ლოგინზე რო ამოხტებოდა ხოლმე ძლივს, უბრალოდ ამოყვავდა. ლოგინზე ხო დაწვებოდა, იკოტრიალებდა და ლოგინიდან ჩასვლა რო უნდა და დაგორდებოდა, ანუ პოლიდან ამხელა დაშორებით ხო, ჩვენი მდივანი და დაგორდებოდა პოლზე, ისე გემრიელად დაგორდებოდა და აი ესე სულ ხანმე მეწვინა, ხან ჩემ ძმას ეწვინა ლოგინში და აი ესე ბავშვობიდან ერთად ვსრდიდით. ძალიან ჭკვიანი იყო, ძალიან დამჯერე, აი ადამიანის ლაპარაკი ყველაფერი რო ესმის, მოკლედ საოცარი ძაღლი იყო, საოცარი აღზრდილი, მაგრამ აი ჩვენთვის გაუგებარია რა დაემართა, ალბათ ჯიშიც ძალიან მოქმედებს და ნუ ძალიან აირდაირია, უკვე დიდასაკში რო შევიდა. ჩვენ ადამიანებზე დაკაცების ასაკს ვიძახით და ძაღლზე დაძაღლების ასაკს ვიტყვი. ანუ ასაკში რო შევიდა, მერე ძალიან გავდა და დაიწყო კბენა. კბენა რა, თავისებური წესები ჩამოუყალიბდა, რომელიც ჩვენ ვერ გავიგეთ. ანუ ძაღლმა ხო იცის ერთი პატრონი და
მე რა თქმა უნდა ვერასდროს ვერ ვიტყვი რომ მაგას ჩემ ძმაზე მეტად უნდა ვუყვარდე თქო. იმიტომ რომ არ ვეყვარები, ჩემი ძმის მოყვანილია, ჩემი ძმის აღზრდილია და ჩემ ძმაზე მეტად ვერ ვეყვარები მე მაგ ძაღლს. ხო, თან ძაღლებმა უფრო ერთი პატრონის გამორჩევა იციან. ხო და ესეთი წესი ქონდა რა, ძალიან გაუგებარი და ძალიან უცნაური. აი ერთ დღეს ნახეთ, მე და მამაჩემი ვიჯექით მდივანზე გვერდ. მამაჩემს ეწვა ფეხებში ეს ჩვენი ძაღლი და მე ადგომა მინდოდა ეხა, მაგრამ თან მეშინოდა, იმიტომ რომ მამაჩემი რავი ელაპარაკებოდა, ეფერებოდა მე მგონი. ხო და ცოტა ძალიან მოშორებით იმას ვქენი, აუარე ლოგინიდან, ანუ გვერდით გადავედი და ისე აუარე, მაგრამ ჩუსტები დამრჩა პირდაპირ რექსისთან, რექსის გვერდით ელაგა ჩემი ჩუსტები და მამაჩემს ვეუბნები, მამა ჩუსტები მომაწოდე, ვერ მოვალ თქო და ეს ჩუსტები, ახლოს ვიდექი და მესროლა რა, გადმომიგდო ეს ჩუსტები. ხო და რო დავიხარე ჩუსტების სასაღებად, გამოექანა ძაღლმა და გავიქეცი და ანუ იმდენი კი ვერ მოვიფიქრე, რომ გავიქეცი, აქეთ იყო კარები, ოთახში შესასვლელი. ოთახში კი არ შევედი, ამ კარებს გავუარე გვერდი და ანუ ხო რა ვიცი ხა შეშინებულზე რას აკეთებ ვერ ხვდები რა, ვერ მოიფიქრები იმას, რაც მოსაფიქრებელი. გავიქეცი და გავდივარ გამწარებული და მე მგონი მაიკაში თუ შარვალში მეტაკა და მე ჩემმა ძმამ გამოვიდა და ესაქნა რა, გაგვაშველა მოკლედ და ესეთი უცნაური წესები ჩამოუყალიბდა. აურს ვერ იტანს, ჩხუბს ვერ იტანს, ჩხუბზე აგრესიულია. და კიდევ რა არის, იცით, ჩემი ძმა თუ ელაპარაკება, ანეფერება, სხვა ვერავინ ვერ მიეკარება, სიახლოვეში სხვა ვერავინ ვერ გაივლის. ანუ ეგრევე აგრესიულია. ხო და ვაი თუ ჩემ ძმას ვინმე მხელი დაარტყა და რექსიმეს დაინახა, დაგლიჯავს. ეს იმის ბრალია, რომ ბავშვობაში ვაწვალებდით რა, აი ესე არ ვიცი რატომ, მაგრამ ბავშვობაში ვაწვალებდით ხოლმე რა, ჩემი ძმა მეტყოდა, აბა დამარტყიო და აი ესე ვითომ რო უტყავდი ჩემ ძმას, ეს ლეყურობაში აგრესიული იყო რა. ხო და ჩამოვყალიბდა ეს ჩვევა, რომ ზოგადად მარტო ჩემ ძმაზე არა, თუნდაც უცხო ადამიანი ურტყავდეს უცხო ადამიანს, რომელიღაცა ერთს ამოარჩევს და იმას ვინ იცის რას უზავს. აგრესიული გახდა ძალიან და რა გვექნა და მერე დიდი ეზო გვაქვს მოღობილი, სადაც ხეხილი გვაქვს, ადრე ქათმები გვყავდა ხოლმე. ხო და გვყავს გაშვებული და ესა ლოგინი გაუკეთეს ახლა ჩემმა ძმამ და მამაჩემმა და ესა იქ დაუდგეს და რა ვიცი, არ წვევა ხოლმე, არ უყვარს ხოლმე იქ დაწოლა, მაგრამ მიეჩვეოდა ალბათ. ხო და აი ესე ჩაკეტილია და საღამოობით უშვებენ ხოლმე და ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რას ვიზავთ ახლა, ესეთი გახდა და მე თვითონაც მე რო პატრონი ვარ, მე რო ლეკვობი დამზრდი, ჩემზეც აქვს ნაკბენი რამდენჯერმე, რაც ძალიან გულის დამწყვეტია. აი ეს ფრჩხილიც, აი სუსტად მაგ დღეს იყო, ხო? ამბავი რომ მოვყევი, რომ ოთახში შევარდნის ნაცვლად წინ გავიქეთ, არა ეს იყო როგორ იცით, ღამე იყო რა, ხო და რაღაცა მქონდა, ხელები მქონდა დასაბანი, ცხიმიანი მქონდა, ხო, პური დავაგუნდავე, მე მგონი, ხელები მქონდა დასაბანი და შიგნით იმაში, რა ქვია, ბებია ჩემი იყო რა, კრანთან და გავედი გარეთ. გარეთ ძაღლი იყო, ხო, ჩვენი ძაღლი და ჩემი ნათესავი იყო, ერთი გარეთ ლაპარაკობდა, რომელსაც მიჩვეული ყავს ძაღლი და არაფერს არ უშვებოდა. ხო და გავედი გარეთ.
კარებიდან კრანამდე მომყვა ჩვეულებრივად ძაღლმა თამაშით და მივედი ხელები დავიბანე და კართან დგას უკვე ამ დროს ძაღლი და რო გამოვდივარ კრანიდან ჯერ ხრენის ხმა გავიგე ხო და ჩემ ნათესავს ვეუბნები რომ მეთქი ვიშველე იღრინება თქო ხო და ვერ გაიგო ტელეფონზე ლაპარაკობდა და მეორე დრო უთხარი მე მეტაკა მოკლედ არ ვიცი წავედი თუ არა წინ მაგრამ წინ არ წავიდოდი იმიტომ რომ იღრინებოდა მეტაკა უცებდა აი მოასწრო თითზე კბილის მოდება ხო და ესე ჩამიშავდა და ეხა მძვრება რამდენი 3-4 თვის მერე ეხა მძვრება როგორც იქნა ესეთი გახდა მოკლედ სამწუხაროდ ჩვენი ძაღლი მაგრამ მაინც ერთი სული მაქვს როდის ჩავალ რომ ესე ხობიდან გამოველაპარაკო მე ხობის აქეთ ის ხობის იქეთ და ნახოთ აბა როგორ მიმიღებს ზოგადად ის როგორი იყო იცით მარტივადაც იღებდა ადამიანებს ანუ კი ხმაური და ყაყანი და ბევრი ხალხი არ უყვარდა მაგრამ ადამიანებს მარტივად იღებდა იმიტომ რომ დედაჩემი რო ჩამოვიდა მაგისთვის ხო სრულიად უცხო იყო მამა ჩემი რო ჩამოვიდა მაგისთვის ხო სრულიად უცხო იყო და თავიდან კი უყებდა და ფიქრობდა ეხლა ეს ვინ არისო მაგრამ სამ დღეში რო ნახულობდა თუნდაც ვიღაც სხვა ყოფილიყო რო ნახულობდა რომ ის ჩვენ სახლში იყო და სულ ჩვენ სახლში იყო ეჩვეოდა რა ძალიან მარტივად აი ესე შეეჩვია დედაჩემსაც და მამაჩემსაც მარტივად მერე დედაჩემი რო ჩამოვიდა განსაკუთრებით შეუყვარდა ეს ქალი როა დედაჩემი გოგოებთან ხო ნაკლები ის ქონდა კომუნიკაცია ძაღლს და ქალი როა სხვანაირი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა და ძალიან მეგობრობდნენ დედაჩემი და რექსი დედიკო რაო დედა რაო რექს ასე ელაპარაკებოდა სულ თბილად ელაპარაკებოდა და ეს ჩემი ძაღლიც ძალიან ჭკვიანი იყო და დედაჩემს უჯერებდა და ესმოდა ყველაფერი მე ერთი ცუდი ჩვევა ქონდა რომ ბავშვობიდან ლეკვობიდან ხო სახლში ოთახში ყავდა ხოლმე მით უმეტეს ზამთარში რო ციოდა ოთახში ყავდა სულ ხო და მე უკვე რო გაიზარდა და გარეთ გაუშვით ესეთი ჩვევა ქონდა რომ კარს იმაშვებოდა რა თათებით მოახტებოდა კარს და აი ესე კარს ან თანჯარას მოახტებოდა და გვეძახდა რა შემომიშვითო ხო და ნუ ეხა სვრიდა ფანჯარას მხაჭნიდა კარებს სვრიდა და ეგეც გადააჩვია დედაჩემმა არ ვიცი რანაირად მაგრამ საერთოდ აღარ ახტებოდა კარებს გადააჩვია მოკლედ და დედაჩემმა ზოგადად ძალიან ბევრი ისეთი მოაჭკვიანა კიდევ უფრო მეტად ძაღლი მაგრამ მე აი ესე დედაჩემის მიმართაც და ყველას მიმართ გახდა აგრესიული მარტო ჩემს ძმას ვერ უბედავდა ზედმეტს ვერაფერს ხო და ესე რა ვქნათ დედაჩემს განსაკუთრებით წინდა ეს ამბავი როგორ შემეჩვიაო და როგორ ჭკვიანი იყო როგორ მიჯერებდაო და რა დაემართა ვერ გავიგეო და მოკლედ შოქში ვიყავით მთელი ოჯახი იმიტომ რომ არ ვიცი ძალიან გული მწყდებოდა რომ ძაღლს რომელსაც ვკოცნიდი რომელსაც ლოგინში ვიწვენდი ვეფერებოდი ველაპარაკებოდი საჭმელს ხელიდან ვაჭმევდი პედიკს დავიყრიდი ხელზე და ხელიდან ვაჭმევდი აი ესეთმა ძაღლმა დაიწყო კბენა და რა ვიცი განსაკუთრებით ჩემზე იყო გადაკიდებული იმიტომ რომ არაერთხელ მქონდა კბენის მცდელობა და არაერთხელ მიგბინა კიდეც და სულ ასე მოულოდნელად გაუგებრად ნუ რას ვიზავთ ძაღლზე ლაპარაკი ხო და აი ესე ძალიან მიხარია რომ მივდივარ სოფელში აუ საუბრობა
მე ხო სოფელში მივდივარ, ეხლა იქაურობა მგონია 3-4. იმიტომ რომ აი ამ ხმაურისგან ისე გადაღლილია ტვინი ხმაური. მერე სამსახურში რომ გავდივარ მეტროდან სამსახურამდე სუგზის პირას მიწევს სიარული მთავარ გზაზე და აი რომ დავდივარ ხოლმე მანქანების ხმა დუგ-დუგ ესე მესმის ყურში, როგორც ნაბიჯებს მივადგავ, ისე მესმის ყურში წყვეტილად ეს მანქანების ხმა და აი ესე აქ ძლივს მძინავს, ძლივს მღვიძავს, ძლივს დავდივარ, ძლივს მოძრაობ, გული მაქვს დამძიმებული და ეხლა სოფელში 3 დღე ჩემი იქ ყოფნა მგონია რაღაცა განტვირთვა და ამიტომ ძალიან მიხარია. ეხლა თორე ძალიან ბევრი ვილაპარაკე და დამაგვიანდება. რა ვიცი, ასეა თუ ისეა, ყველაფერი რიგზეა და თუ რამე გზაშიც გადავიღებ პატარ-პატარა ნაწყვეტებსაც, რომ ჩავალ იქაც გადავიღებ რამეს და რა ვიცი, ნელ-ნელა გაგიზიარებთ. აბა თქვენ იცით, აბა დროებით მიყვარხართ და გკოცნით. წარმატებები ყველას, ბედნიერი დღე, ტკბილი საღამო და დროებით. გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს, რომელიც ისე მოგვეპარა, რომ ვერც კი გავიგე და ვერც კი გავაანალიზე. ანუ ახალი წელი ისე მოიპარა, რომ ძალიან მალე